საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ულოცავ მთლიანად საქართველოს. ძალიან ბედნიერი ვარ, აქ მღერი ვარ უკვე მე-3 წელია და ძალიან კარგია მართლა. ყველას ულოცავ მთლიან საქართველოს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ძალიან მიყვარს მე თვითონ ეს დღე. ყოველ წელს თითქმის აქ ხვდებით. მთლიან საქართველოს ულოცავ ამ დღეს. 26 მაისი ეს დღე მართლა ყველა ქართველისა, საქართველოში მაცხოვრებელი ყველა მოქალაქისა და ჩვენთვის თავისუფლება ძალიან ღირებული თემაა და მინდა რომ ყველას მიულოცო და წარმატებები უსურვო. რაც შეეხება ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, დღევანდელი დღე მართლაც დატვირთულია ღონისძიებებით. თქვენ თვითონ ხართ მომსწრე აქ სახელმწიფო დროშა აღმართეთ, ბავშვები შორაპნის სკოლის ბავშვები თავის თვით შემოქმედებას ვაჩვენებენ. ამავდროულად მამა გიორგი რევიშვილმა ჩაატარა პარაკლისი გადაიხადა. მოიხსენიეთ ის გმირებიც, ვინაც 26 მაისის დამკვიდრებას საქართველოში და თავისუფლების მოტანას თავი შესწირა და ამის შემდეგ გავაგრძელებთ უკვე ქალაქში ფალავნობა გვექნება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და საბოლოო ჯამში ჩვენი კულტურის სახლში გვექნება დასვენითი კონცერტი და ამით იქნება აღნიშვნა 26 მაისისა. კიდევ ერთხელ ულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა ქართველს, ყველა ზესტაფონელს და თვითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვეცადოთ, რომ დავდოთ აგური საქართველოს თავისუფლების შენარჩუნებისათვის. დღეს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის, ეს დღე არის, როდესაც საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა და დღეს ამაყია ქართველი ადამიანი, რადგანაც დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრობს. მინდა მიულოცო ყველა ქართველს ეს დღე, რადგანაც დამოუკიდებლობა ამ ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ათეული წლებია 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობას ყოველთვის ულოცავს შოროპნის უძველესი ციხიდან. დღესაც ტრადიცია შენარჩუნებულია, დღესაც ულოცავთ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ეს დღე იყო საქართველოსთვის ბედნიერების, წარმატების, მომტანი და ყოველთვის თავისუფალი ყოფილიყო ჩვენი საქართველო და შემიძლია ვთქვა, რომ ისე როგორც არასოდეს დღეს საქართველო თავისუფალია და ყველაფერს ხალხის მდგომარეობასაც და ქვეყნის ერთიანობასაც დიდ ყურადღებას აქცევს. უდიდესი დღეა ნებისმიერ ქვეყანას მთავარი ღირებულება აქვს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს დიდი ბრძოლის შედეგად. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში სამწუხაროდ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შედეგად ეს დავკარგეთ. ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი შეეწირა ამ ბრძოლას, მაგრამ ბრძოლა არასდროს შეწყვეტილა და 90-იანებში ისე მოვიპოვეთ ნანატრე დამოუკიდებლობა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. მე მინდა მიულოცო თითოეულ ქართველს ეს დიდი დღე, უსურვო ჩვენი ქვეყნის გაბრწყინება, განვითარება და კეთილდღეობა თითოეულ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. პირველესად ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ამ უნიშნელოვანეს თარიღს საქართველოს ისტორიაში. აქ დამსწრე საზოგადოებისათვის ცოტა ძნელად არის ცნობილი ერთი ფაქტი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 90 წლის 26 მაისს პირველი ეროვნული დროშა შორაპნის ციხის სიმაგრეზე დაკიდა ეხლანდელმა შორაპნის გამგებელმა ვახოს ახვაძემ. მას შემდეგ ფრიალებს ეს დროშა რასაკვირველია ყოველ 26 მაისს აღნიშნავდა და ამოდივართ აქ სრული შემადგენლობით. ვიყავი პირველი ადამიანი, ვინაც შორაპნის ციხეზე აღმართა 99 წლის 26 მაისს ეროვნული დროშა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ჩემზე მე რატო მასკნა ჯერ ვიყავი შორაპნელი. მე მომაშევოდი ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში და მესამედ არ ვიყავი კომკავშირელი. ამის გამო მე ვიფიქრე და მითხრეს, რომ შენაწეო დროშა მაშინ ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ მოაწყვეს ყველაფერი აქ დროშის აწევა. იმის მერე ყოველ წელს ამოვდივარ და ვაკეთებ ამას ღონისძიებას. მეც ვარ ჩართული ამ ღონისძიებაში. საკუთრებული დღეა, განსაკუთრებული ემოციებია.
ტრადიციული დღეა ზესტაფონში. მიხარია რომ ასპარეზო, ყოველთვის ვაკეთებდი ამ ყველაფერს და რა ვიცი. წარმატებას ვუსურვებ ყველას და ყველა უნდა მიუძღვა დღევანდელ დღეს ზესტაფონს. ყველას დღევანდელ დღეს იყოს ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ ამ ცხინვალე დღეს. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ხედავთ რამდენი დიდი ინტერესია, სწორად აღნიშნეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს ადგილობრივი, ასე ვთქვათ, სპორტსმენებით ხდება, ამ ყველაფრის იმდენად დიდი ინტერესია და იმდენად დიდი ჟინია, რომ ნუ რა ვიცი, თქვენ თვითონაც ხედავთ და ამ სტრეს საზოგადოებასაც და თვითონ ორთაბრძოლებსაც იმდენად დაძაბულია და შეეფერება უბრალოდ დღევანდელი დღის სულისკვეთებას და მე ყველას მინდა წარმატება უსურო და კიდევ ერთხელ მიულოცო დღევანდელი დღე ყველას.